ყოველი დღე ერთნაირია, არანაირი ცვლილებები. კაფეტერიაშიც კი მენიუ არ შესრულა უკვე წლების განმავლობაში. ჯობია არ შეიცვალოს, შეიძლება გაუარესდეს. როგორ ფიქრობ, შეიძლება გაუარესდეს? კი, შეიძლება უგემური გახდეს. არი ნერვიულო, ამას შეცვლეული ხარ. რასასაცილო არ? მე თქვენს წინ ვარ. ახლა კი გაკვეთილზე უნდა შევიდეთ. ვაგვიანებთ. ცდები, თქვენ არ უნდა შემოხვიდეთ. შემოსვლა საჭირო არ არის. ჩვენ უკვე გაგვრიცხეს? ალბათ დამინახეს ტუალეტში ვაშლის წვენს რომ ვასხამდი? მეც აღარ ვიზამ, გპირდები. ეს საკმაოდ ცნაური ხუმრობაა. რა? მე საერთოდ არ მიგულისხმია. დაუცილებლად დაისჯები იცოდე. კარგი, შენი ტუალეტის საქმეს ჩვენ მოგვიარებით მოვაგვარებთ. ახლა ჩვენ სრულიად სხვა საქმე გვაქვს. დღეს სხვა სკოლაში მიდიხართ გაცვლით. მაშ სხვა უბედური ხალხი მოდის ჩვენს ადგილას? დიახ, და თქვენ მიდიხართ ელიტარულ სკოლაში, ყველაზე ელიტურ galaktikაში. ის არის ყველაზე ელიტარული მთელ სამყაროში. რატომ არის ელიტარული? კარგი, იქნებ იქ მაკარონს ჩვენსავით წებოიანს არ ამზადებენ? მარა, ასე არ იქნება თორემ? მაშინ ამ სკოლას სუპერ დუპერ ელიტას დაარქმევდნენ. კარგი, სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ბავშვებო. რაღაც უცნაურობა მოხდა. თმა აშლილი მაქვს. მე არ მომწონს აქ რაც ხდება. კარგი. სად ვართ? რომელ ქვეყანაში ვართ? მათ შეეძლოთ ეთქვათ სად გამოგვაგზავნეს. რატომ არის ეს ადგილი ელიტარული? მაგიდებზე კომპიუტერებიც კი არ არის აქ. უკვე აქ ხართ? როგორი იყო მოგზაურობა? არაჩვეულებრივი. საერთოდ რა იყო ეს? პორტალი სამყაროებს შორის. ფიქრობ მათ შეცდომა დაუშვეს. მათ არ გამოუგზავნივართ ამ რაღაც ელიტარულ სკოლაში. თქვენ ალბათ გადაიღარეთ. ახლა თქვენ საშუალო სკოლაში ხართ. ის ყველა galaktikიდან ყველაზე ელიტარულია. რატომ არის ელიტარული? რატომ და აქ? ყველა მოსწავლეს აქვს სუპერ ძალა. ეს არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენ სკოლას განსაკუთრებულს ხდის. ეს ჩემი იდეაა. მე მოვიფიქრე. მე ამისთვის სკოლაში დამატებით ფინანსები ჩავდე. სუპერძალები? როგორ ვისწავლოთ აქ? თუ არ გვაქვს სუპერძალები? შენ მართალი ხარ, პატარა ბიჭო. ახლა მე მოვაგვარებ ამ პრობლემას. დაჯექით, გთხოვთ, მიწიერო ხალხო. ძალიან კრინჯობაა, როცა უფროსები ახალგაზრდებივით მოქცევას ცდილობენ. ეს სასაცილოა. როცა დედაჩემი მიმებს მიგზავნის, ჰაერში გაქრობა მინდა. მიმებს მაინც იღებ? მამა მხოლოდ მეტალს მიგზავნის ხოლმე რადიოს ქარხნიდან. მაინტერესებს რა სუპერძალები გვექნება? შეგვიძლია ჩვენ თვითონ ავარჩიოთ სუპერძალები? კი, როგორ არა? რა თქმა უნდა არა. მე სამართლიანი ქალი ვარ, ამიტომ თქვენ შემთხვევითობის პრინციპით მიიღებთ სუპერძალებს. თვალებ ახვეული იქნებით და ბოლოს გაიგებთ თუ რა სუპერძალა გაქვთ. ეს არ არის სამართლიანი. ჩვენ გვინდა თავად ავარჩიოთ. ეს გაფუჭებული ბლოგერები. არავითარ შემთხვევაში არ იქნება ასე. რასაც გეტყვი, იმას გააკეთებ. კარგი. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი სისულელეა და ისინი გვეხუმრებიან. რა გვაქვს? რა გაქვს? მე ვარ დროის ქალი. ნიკო, ეს ძალიან მაგარია. შეგიძლია შეაჩერო დრო და რაც გინდა გააკეთო პაუზისას. იქნებ ახლა მაინც არ დააგვიანო ხოლმე, რადგან სულ აგვიანებ. ამბობ რომ მზად ვარო და საწოლიდანაც კი არ ხარ ხოლმე წარმომდგარი. ჩემს ნიჭიერს ხელს სჭირდება ძილი. რომ უფრო დასვენებული და ენერგიული ვიყო. მაშასე, ნება მომეცით ახლად მევცადო. სანამ ეს ნიჭიერი ორგანიზმი მეც სისულელეს არ იტყვის. აბა ვნახოთ. ბუნების დედა. ახლა დიანასავით ვარ. ლედი დიანოჩკა? შენ ყოველთვის ფიქრობ ლედი დიანაზე, ბოგდანჩიკ. დიანა, ბუნების ქალღმერთია. დიანა ასევე ქალღმერთია, სილამაზის ქალღმერთი. გთხოვ, აუხსენ იმას, რომ დიანას არასდროს არ შეუყვარდება. გძულდეს ცოდვა და გიყვარდეს ცოდვილი. ახლა ჩემი ჯერია. ტელეპორტაცია? მაგარი სუპერძალაა. აღარ არის საჭირო ავტობუსში ფულის დახარჯვა. შემიძლია ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას ვიყო. კარგი, თუ ეს არის ამ ძალის ყველაზე ორიგინალური გამოყენება, რაც შეიძლება რომ მოგეფიქრებინა. მაშინ შენთვის ცუდი ამბავი მაქვს. მაგრამ მე მაქვს საუკეთესო ძალა. როგორც ყოველთვის შენ ჩემზე ეჭვიანობ. აქ ჩხუბს აზრი არ აქვს. ყველაზე მაგარი ძალა ამომივა მე. აი ნახავთ. იქნებ ფრენა შემეძლოს ან ელვის ტყორცნა. მე ვიქნები ჩვენი დროის თორი. მე თორის ნახვა მინდა. ჩვენ თორი ყავს სახლში. ის უსახლში ზის ხოლმე ამ დღეებში. იხუმრე სანამ შეგიძლია. ნივთების გადიდება და დაპატარავება. ცოტა ბანძაჭხერს. იქნებ შენ ახლა მაინც დაიწყო რაციონის შემცირება. იმის ნაცვლად რომ ეფპაშად ჭამო იმდენი რამდენსაც მევჭამ კვირაში. ჯანდაბა, მასწავლებელო, მართლაც ეს ძალა კი არა ნაგავია. შეიძლება კიდევ ერთხელ ვცადო? შეხედეთ მას. ეს არ არის სამართლიანი. არა, ბოგდან, არ შეგიძლია. ეს არასამართლიანი იქნება. თქვენი ამოცანაა ისწავლოთ იმ ძალის გამოყენება, რომელიც ახლა გაქვთ. კარგი. ჯანდაბა, ცხოვრებაში პირველად გამიმართლა, მაგრამ
კარგი ბავშვებო, პირველი გაკვეთილი. ეს არის ყველაფრის საფუძველი. თავდაცვა TikToker-ებისგან. TikToker-ებისგან? ეს დაცვა სახლში ყოველდღე მაქვს. ნიკოლსა და ზლატას 27-შვიდზე ვებრძვი. ისინი მე არასდროს არ მასვენებენ. დიახ, ჩვენ სამყაროში TikToker-ები არიან უცხომავნებლები. ისინი გიგანტური მონსტრებივით არიან, რომლებსაც შეუძლიათ ტვინი ამოწოვონ. მაშინ ჟენიას და ბოგდანს არ უნდა ეშინოდეთ მათი. მათ ხომ ტვინი საერთოდ არა აქვს. ასე რომ ეს არის გონების ყველა უბედურების გამოხატულება. გამოდის რომ გონება თუ არ არის, პრობლემებიც არ არის. საუბრები! TikToker-ები სახიფათოები არიან. TikToker-ები ძალიან საშიშები არიან. ისინი სწრაფად მრავლდებიან და უკვე დაიპყრეს ჩვენი პლანეტა. თქვენს TikToker-ებს ძალიან ბევრი საერთო აქვს ჩვენ TikToker-ებთან. ნიშნულოვანია მათგან თავის დაცვა. მე თქვენ გავარჯიშებთ, თქვენი ამოცანაა რომ დამანოკაუტოთ. ეს იქნება თქვენი პირველი დავალება. ნოკაუტი? თლიანი ნოკაუტი? დიახ, სწორად გაიგე. მე უკვდავი ვარ. ეს ჩემი სუპერზალაა, ასე რომ არ მაინტერესებს. ყოველთვის მინდოდა ჩემი მასწავლებლის დამარხვა და მე რომ არაფერი მომსვლოდა. რა არის ეს სუზუნი? ეს ბუზია, მაგრამ ჩვეულებრივი ბუზი არა. თხილად იყავით. მას შეუძლია შეგჭამოთ. რას ამბობდი, ნიკოლ? მოწყენილი ხარ ჩვეულებრივ სკოლაშიო? დავიწყოთ დავალება. ზლატა დაიწყე. მიდი, გამთიშე. ასე რომ ზლატა, დაფიქრდი ლოგიკურად. იფიქრე როგორც ბუნების ქაღმერთმა, მასწავლებლის დაწვა რთულია. რა მოხდება თუ ისეთ ბუნებრივ მტვერს გამოვიყენებ, რომელიც მასწავლებელს მაშინვე დააძინებს? გენიოსი ვარ. რას ფიქრობთ, როდის გაიღვიძებს? ყოჩახ ზლატა, კარგი იყო. მე შენ 10-იანს დაგიწერ. ცხოვრებაში არასდროს გამხარებია, ვინმესთვის ამეს დაშავება. რა მაგარია, ნებავუმეცის ჩადო ახლა. სად გადავთო დრო? იქნებ იმ დროს, როცა მასწავლებელი დაბადებული არ იყო? არა, მივხვდიო. სად წავიდა? შემთხვევით ფრიანად ხო არ წაშალე იგი galaktikიდან? ეს ცოტა უხერხული იქნება. არა? შენ კარგად გააკეთე. შენ იცოდი რომ კარგად არ მეძინა. სად იყავი? სახლში. მეძინა ჩემი დრაკონის პირში. დრაკონის პირში რას გულისხმობ? თქვენ არ იცით. დამავიწყდა რომ მეთქვა. ჩვენ მათ ვიყენებთ საწოლის ნაცვლად. რა თქმა უნდა, პირში სუნი არ არის ძალიან კარგი, მაგრამ უსაფრთხოა. ასე რომ ისინი ზოგადად უნებელი არსებები არიან. ხომ გაიგეთ? თქვენი უცნაურს მეზახდით, რადგან როცა მეძინება, თავდაყირა დაკიდება მიყვარს. ვინ არის შემდეგი? ბოგდანი? არ ვიცი როგორ დამეხმარება ჩემი სუპერზალა. გარდა იმისა რომ გავდიდე და შენზე დავჯდე. კარგი, მე სხვა არჩევანი არ მაქვს. გარდა იმისა რომ თლიანად დაგამარცხო. უნდა გავდიდე და უნდა დაგაჯდე. ბოგდან, ეს უკვდავებისთვისაც ძალიან კაცრია. მე მაქვს იდეა. არ გონია რომ ბუზმა კიდევ უფრო ხანმოყლა დაიწყო ზუზუნი? არ ფიქრობთ რომ ის უფრო დიდი ჩანს ვიდრე მანამდე იყო? დარწმუნებული ხარ რომ ის გადარჩება? არც ისე დარწმუნებული ვარ უკვე. ჯანდაბა, მტკივა, კარგი ბოგდან, კარგი, გაჩერდი. რას ფიქრობ? მე მგონი კარგი იყო. ყოჩახ. ასე რომ ჟენია, ახლა შენი ჯერია. შემდეგ კი შესვენებაზე მივდივართ. ვიფიქრე, მაგრამ ჩემი ძალები აქ ნამდვილად უსარგებლოა. მე შემიძლია ტელეპორტირება მხოლოდ TikToker-ებში, მაგრამ მათი გათიშვა მე არაფერში არ გამომადგება. ხო და მაშინ შენ ახლა სასჯელი უნდა მიიღო. შენ უნდა დაისაჯო. ცუდი შეფასებით? არა, სულაც არა. აქ ჩვენ სხვა მეთოდები გვაქვს. კარგი, რაღაც მეუბნება რომ ადრე ტყუილად გიხარია. ეს ძალიან უსიამოვნოა. რა არის ეს? ეს კოსმოსური მტვერია, ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ეს ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა. დამიჯერეთ, ის არ მოგეწონებათ. ასეთ სასჯელებს თქვენ არ იყენებთ ხოლმე. ამის ნაცვლად ციციბურას ვიყენებთ. მაგრამ ლამაზად არ გამოიყურება. როდემდე უნდა ვიყო ასე? 20 წუთი, გაკვეთილის ბოლომდე. კარგი. მაინტერესებს რა სჭამენ ისინი სამყაროს ყველაზე ელიტარულ სკოლაში? ამ ყველაფრის შემდეგ რაც მე გაკვეთილზე ვნახე, იმედი მაქვს რომ მოსწავლეები საჭმელს თავად ჭამენ და თვითონ არ არიან საჭმელი რომელიმე მარსიანელებისთვის. კარგი რა, ეს არის ელიტური სკოლა სუპერგმინებისთვის. სასადილო ოთახში ტონობით ტკბილეული იქნება. მე ძალიან მშია. მინდა რომ ყველაზე გემრიელი დესერტები ვჭამო. და ეს ნიკოლ ნაკლებად სავარაუდოა. ეს არის ის, რასაც ჩემი ძალა დამეხმარება. ჯანდაბა, მან ტელეპორტირება მოახდინა. ის ყველაფერს შეჭამს. კარგი, გავიქცეთ, წავიდეთ. კარგად ხარ?
ხომ არ გასკდები? ისე შენ არ გასკდი ამდენი წლის განმავლობაში. ჟენია, ეს ნამდვილად არ არის ლამაზი. აქ მარტო შენ არ ხარ. შეგიძლია რაღაც დაგვიტოვო. მაგრამ მე წავედი. კიდევ არის რაღაცები დარჩენილი. დეიდალობას თხოვეთ, ჯერ კიდევ არის ბარდის წვნიანი და სიმინდის ფაფა. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე სახიფათო? ახლა ვეგაჩვენეთ. აბა ჟენია, კარგი. ვინ არის ახლა აქ ყველაზე სახიფათო? ჩემია, ჩემია, ჩემია. ჩემია. რა იყო ბოგდან, ძირს დავარნილი საკვების ჭამა შეიძლება? შეიძლება. ერთი ნაჭერი პოკემონის ჭამის შემდეგ მაინც მშიერი იქნები. დაივიწყე ჩემი სუპერზალა? ვა, ბოგდან, ხო, მეტი მომეცი. ხო, როგორ არა? შენ საერთოდ გამინაწილე შენი საჭმელი? მოიცადე, გამოდის რომ შეგიძლია ყველათბილეული უფრო დიდი გახადო? შეგიძლია? ხო, როგორ ჩანს დიახ. ეს საუკეთესო სუპერძალა. აბა galaktikis ლუზერებო, ტესტური სამუშაოს დაწერის დრო გვაქვს. გაკვეთილის დასრულებამდე თითოეულ თქვენგანს აქვს სხვადასხვა ვარიანტი, ასე რომ თქვენ ვერ გადაიწერთ ერთმანეთისგან. ეს არის უცხოენის გამოცდა. დავიწყოთ ტესტი, ლუზერებო. სკოლა შეიძლება ელიტარული იყოს, მაგრამ მასწავლებლები ერთნაირად საუბრობენ. ო, ასე გვეძახდა ხოლმე ჩვენი ძველი სკოლის მასწავლებელიც. როგორ დავწეროთ ეს ტესტი? დედაჩემი ამბობდა, ენები ისწავლე, ცხოვრებაში არ გამაგრებაო. ამბონია რომ დედა შენს მთელი სამყაროს ენები ეგულისხმა. მასწავლებელს პასუხები მაგიდაზე აქვს. შეგვიძლია ვცადოთ იქიდან გადაწერა? მე მაქვს იდეა. ავშვებო, პრობლემა მოგვარებულია. რა გააკეთე? აი ეს. კარგი. საიდან მოიტანე ისინი? მოისყიდე მასწავლებელი? არა, ჩემი სუპერზალა ხომ დროა. ამიტომ მე იგი შევაჩერე. სურათი მხოლოდ შენი ტესტის პასუხებს გადაუღე? რაც შეეხება ჩვენსას? უი, ამაზე არ მიფიქრია. ჩვენ ნათესავები ვართ და ის არც კი გვეხმარება. ყველაფერი ჩემით უნდა გავაკეთო. მაშ, ვინ არის აქ? სად არის ის პატარა სწრაფი ბიჭი? პატარა სწრაფი ბიჭი. ო, ამის გადაწერა გინდოდა? ბოდიში გთხოვთ, სურათის გადაღებაც კი ვერ მოვასწარი. ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. შენ ახლა დაიშჩები. როგორ? კოსმოსური მტრის კუთხეში დავბრუნდები? არა, კოსმოსური მტრის კუთხე არის პირველი დონე. ჩვენ აქ სასჯელის დონეები გვაქვს. სასჯელის მეორე დონე კი შავი ხვრელია. რას გულისხმობ შავ ხვრელში? არის გარეთ არის პორტალი შავი ხვრელისკენ. იქ გაკვეთილის ბოლომდე იფრენ. ტესტისთვის კი ჟურნალში ორიანს გიწერ. მოდი წავიდეთ. ეს არის ელიტური სუპერგმირების სკოლა. ბაბუა ჩემი ერთხელ სოფლის ტუალეტში ჩავარდა. იქ ჯერ კიდევ არის შავი ხვრელი. ამის შემდეგ საშიშია პასუხების მოყარვის მცდელობა, მაგრამ სხვა ვარიანტი არ მაქვს. აქ არის პასუხები. მე ახლა ყველაფერს ერთად გადავიწერ. ძალიან კარგი. მე აუცილებლად 1000-ს მივიღებ. ბოგდან, და შენ რას აპირებ? რას ვაპირებ? არ ვიცი. შენ მას სარიალ ფურცელს მისცემ? არა, მე წავალ აქედან, თორემ ჟენიასთან ერთად კოსმოსური ნაგვივით ვიფრენ. მე ეს ნამდვილად არ მინდა. როგორ ფიქრობ, ის გაგიშვებს გაკვეთილის დროს? მე არ ვაპირებ მას ვკითხო. სად წავიდა? სადდა? ის დაპატარავდა და ოთახიდან ჩუმად გავიდა. ისე? გინახავს ოდესმე პატარა ბოგდანი? მე მას ახლაც კი ვერ ვხედავ. ბუნებას კი უარს ამბობს ამ ფაქტის მიღებაზე. კარგი, ნახვამდის, მე დაგტოვეთ. წარმატებებს კი სურვებ. კარგი, გაჩუმდით. მოიცადეთ. ერთი ბავშვი დაგვაკლდა კლასში. კარგი, რომ დავიჭირო, კომენტასავით გავაფრენ დირექტორთან. ჟენია, როგორ ხარ? ძალიან ცუდად. ისეთი ჭუჭყიანი სარეცხივით გზნობ თავს, რომელიც მძიმე მუშათა ქარხანაშია გარეცხილი. რას გულისხმობ? რას და? თავს ცუდად გზნობ. ეს გავს პარკში ჰოთ-დოგის ჭამას და ეშმაკის ბორბალზე გასეირნებას. მე კიდე ძალიან კარგად ვარ. სუპერზალები მაგარია. ვისურვებდი რომ ისინი არ გაქრნენ. დიახ, მაგრამ თუ მუდმივად ასე მომიწევს ტანჯვა, თავს სუპერზალების გარეშე გაცილებით უკეთესად ვიგზნობ. ნახეთ რა ვიპოვე. მინდა. არა, ეს ჩემი უნდა იყოს. რატომ არის შენი? მე ვიპოვე. ჩემია, ძალიან ცუდი დრო გავატარე. ცოტათი შემიცოდეთ. რამე გემრიელი მომეცით საჭმელად. მე მინდა. მომეცი ჩემია.
ხედავ, კევი მაივჩია ის, ვინც მელს იმსახურებს. კარგი, იმედია ახლა არ გვეტყვიან რომ მურთხულს უნდა ვებრძოლოთ. რატომ? მე შავხრელში ამ მოგზაურობის შემდეგ შემიძლია მსოფლიოს ნებისმიერი მონსტრი დავამარცხო. მე მზად ვარ. ფუ, რა საზიზღრობაა ეს? ბავშვებო, წადით, ერთ წუთში მანდ ვიქნები. რა იყო, მასწავლების გეშინია? არაფრის არ მეშინია, მაგრამ მან ჯერ არ დამსაჯა გამოსის დატოვების გამო და მე მაინც ვაფასებ ჩემს სიცოცხლეს. იდეა მაქვს. ბოგდანს პატარა გაგვილებას შევთავაზე. მართალია, იმიტომ რომ ის ძალიან აღელვებულია. გინდათ რომ წყალი მოვიტანო? რატომ? მე ხო ბუნების ძალას ფლობ. თუ გახსოვს? კარგი, დაასწრე მისის კამი. რათა ყველამ კარგად ნახოს თუ როგორ ეშინია მას. მოდით რეულებით ჩავაქროთ. როგორ ფიქრობ, ეს წყალია? შენ არ ხარ კარგი ჯადოქარი. ეს ალბათ კევის ბრალია. მან შემძალებს რაღაც უკნა. ამ სკოლაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ მგონია, ბავშვებო. ჯანდაბა, არ შეიძლება უბრალოდ რომ ჩვეულებრივი დღე გქონდეს? აქ რა ხდება? ჩვენ დავწვით ელიტარული სკოლა. გაიკეცი. გაიკეცი და ხანძარია. გაჩერდით! 3 2 1 0 თქვენ მის ნიკოლის არსზე ხართ. მადლობთ მოყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. გსურთ სუპერგმირების ელიტარულ სკოლაში წასვლა? დაწერეთ კომენტარებში. და ახლა წასვლის დროა. ნახვამდის.